მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს გადაცემა უნდა იცოდეა, მე კი მისი წამყვანი თამარ გუნთაიშვილი ვარ. Საახალწლო სეზონი აქტიურად დაიწყო უკვე ყველა მაღაზიასა თუ ქუჩაში იგრძნობა ეს წინა საახალწლო ფუსფუსი და ჩვენც რა თქმა უნდა არ ჩამოვრჩებით ამ ტენდენციას და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ყველანაირი ინფორმაცია მოგაწოდოთ თუ რა უნდა იცოდეთ ამ წინა საახალწლოდ. დღევანდელი გადაცემაც არ არის გამონაკლისი. ჩვენშუის სპეციალისტი თიკა ქოქაშვილი მოგვიყვება ყველაფერს, რაც წინა საახალწლოდ ახალ წელზე უნდა ვიცოდეთ. მოგესალმებით თიკა, ჩვენი ტრადიციული გადაცემა. უნდა შევთავაზოთ მაყურებელს, ძალიან მიხარია ჩვენი შეხვედრა. მოდის ცეცხლოვანი ცხენის წელი, ხო? და ჩვენი მაყურებელი კადრშიც ხედავს ცხენის ფიგურებს და არა მხოლოდ ცხენის ფიგურებს. მოდი დავიწყოთ უპირველესად იმაზე საუბრით, რა არის ზოგადად ცხენის სიმბოლო და რა გველოდება ამ წელს. საინტერესო 2026 წელი გველის ცეცხლოვანი ცხენი 60 წელიწადში ერთხელ შემოდის და საკმაოდ ისეთი დიდი ენერგიის მატარებელი არის. მართალია ჩვენ ცოტა მოგვიანებით მოვიპატიჟებთ ცხენს, მაგრამ ჩვეულებრივად ახალ წელს ვხვდებით ცხენის ფიგურასთან ერთად და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ არსებული წელი, გველის წელი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ცხენის ფიგურასთან ერთად. ცხენი იქნება განსაკუთრებული და განსხვავებული, მას ძალიან ბევრი რამის მოტანა შეუძლია. აბა ჩამოვთვალოთ რის. მაგალითად არის ძალიან სწრაფი და შეუძლია სწრაფად მოგვიტანოს ფინანსებიც, კარიერაც, სიყვარულშიც ბედი, ერთ-ერთი სიმბოლო არის და მოგეხსენებათ ნალის სიმბოლო ძალიან მნიშვნელოვანი. უხსოვარი დროიდან სახლზე ამაგრებდნენ. თვითონ ნალის სიმბოლო შეუძლია როგორც ბედნიერება, ასევე ფინანსური კეთილდღეობა მოიზიდოს. აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესო წელი გვექნება, მაგრამ მისი იმპულსები სხვადასხვანაირად გაიშლება. საერთოდ ყველა ქვეყნისთვის სხვადასხვანაირად იმუშავებს ცეცხლოვანი ცხენი და ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ერთ-ერთი წარმატების მომტანი და კეთილდღეობის თან მით უმეტეს ცხენის სიყვარული ძალიან ახლოს არის ადამიანის და თან ქართველებისთვისაც და ადამიანის და ცხენის მეგობრობა, მისი ენერგეტიკით ჩვენ მივიღებთ მას და ზუსტად სწორად შევხვდებით, ასე რომ გავიაქტიურებთ საინტერესო რაღაცეებს ჩვენ ცხოვრებაში და არ ვიფიქრებთ ცუდზე. ჩვენიერი რაღაცა კარგი პროგნოზი გვაქვს ჯერჯერობით. ჯერჯერობით კარგი პროგნოზი გვაქვს, თუ იმას არ შევხედავთ, რომ მაგალითად ცეცხლოვანი ცხენის წელში რა ხდებოდა. ჩინეთში უყურებენ, როდესაც იმპერატორს პრობლემები შეექმნა, განდევნეს ძალიან ესეთი სწავლულები, ეზოთერიკის მიმდევრები, იყო ძალიან ცუდი პერიოდი. ცეცხლოვან ცხენს ზუსტად ამას მიაწერენ, მაგრამ ჩვენ ჩინეთი არ ვართ. 60 წლის წინ, როცა არა, ეს ხდებოდა ძალიან ძველ წარსულში და იმის მერე ყოველ ცეცხლოვანი ცხენის წელს ისინი განიცდიან შიშს. იქიდან გამომდინარე, რომ მათ ისტორიაში არ არის კარგი ინფორმაციები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საქართველოში აქ გაგვიმეორდეს და ყველა ქვეყანაზე სხვანაირად მუშაობს, სხვადასხვანაირად ეს ენერგია. აქედან გამომდინარე, ბევრი მოისმინეს ინფორმაციები რომ აი ცეცხლის ენერგია ძალიან საშიში იქნება, აი ცეცხლოვანი ცხენი ძალიან საშიში იქნება, მაგრამ ჩვენ არ უნდა შევხედოთ ესე, უნდა დავაბალანსოთ, საერთოდ სამყაროში ყველაფერი მოდის ბალანსით, ხდება კარგი რაღაცეების და ხდება ისეთი რაღაცები, რაც არ გვსიამოვნებს. ზუსტად ამას მოაქვს ბალანსი. ნამდვილად. სხვათა შორის ეს წელიც ზუსტად ასეთი იყო ჩემთვის იმ რაღაც ნეგატივთან ერთად ძალიან დიდი პოზიტივიც მოიტანა და ალბათ ეს ყველა წლის თანხმლებია და მხოლოდ კონკრეტულ სიმბოლოს არ უკავშირდება. არ უკავშირდება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, როდესაც ჩვენ ახალ ენერგიას ვუახლოვდებით, მაგალითად 31 დეკემბერს ყველანი სამყაროში იხსნება ეს ენერგია და მთლიანი დედამიწა აღნიშნავს ამ დღეს. ანუ იმხელა ენერგია ტრიალებს, რომ ჩვენ ამ ენერგიაში უნდა დადებითად უნდა შევიდეთ და დადებითი ენერგიით უნდა გავხსნათ ეს ჩვენი სურვილები, ის წუთები, ის ანთლის ანთება, ის ჩვენი პრაქტიკები, სურვილების ჩაფიქრება, შეყრა და აი ეს ყველაფერი მე ჩვენ რაღაცა ბედნიერს ვხდის და ჩვენს ფსიქიკაში და ჩვენს ცნობიერში ეს ყველაფერი რეალიზდება. სურვილები გვისრულდება, იმიტომ რომ
იმ მომენტში ვიყავით განწყობა, ისეთი გქონდა, რომ ზუსტად უნდა ასრულებულიყო და სამყაროში სწორად გაგზავნილი სურვილები ყოველთვის სრულდება. ამიტომ ჩვენ სწორად უნდა გავუშვათ და ზუსტად ცხენის წელს მისი სისწრაფიდან გამომდინარე და რადგან ცეცხლოვანი არის და სწრაფად შეუძლია ასრულოს სურვილები, ზუსტად კარგი რაღაცები უნდა დავაბაროთ, რომ აგვისრულოს. შვენიერი. თიკა, ცეცხლოვანი ცხენის წელი მოდის და რაღაცნაირად ძალიან უსირებს ის აზრი, რომ წითელი ფერი ახალ წელს არ უნდა გამოვიყენოთ. ფერებზეც აუცილებლად მინდა ჩვენს მაყურებელს მოვუყვეთ, ეს მითია რეალობა, რატომ არის ეს აზრი გავრცელებული და მოგვიყევი მოკლედ როგორ მოვიქცეთ ის ადამიანები, რომლებსაც წითელ ფერში გსურს, რომ ჩვენი ნაძვის ხე თუ დეკორაციები გადაუწყვიტოთ. დაწყნარდნენ, არაფერზე არ ინერვიულონ 31-ში, პირველშიც, 2-შიც, 3 იანვარსაც, ასევე ძველ ახალ წელსაც წითელი ფერი შეგიძლიათ გამოიყენოთ. 17 თებერვლამდე არანაირი ენერგეტიკული ცვლა არ ხდება, აკრძალვა ბევრი ცეცხლის სტიქიის. მაგრამ მინდა ესეთი ძალიან კარგი ინფორმაცია მივაწოდო მაყურებელს, რომ 2026 წელს ბარაქის ფერი საფულის იქნება ერთ-ერთი წითელი. და იქნება ასევე ლურჯი ცისფერი. ეს იშვიათობა არის. ძალიან, იმიტომ რომ ზოგადად ლურჯი ფერი არ შეიძლება. ხო, ფინანსურ მაგას ზუსტად ძალიან იშვიათად ხდება. ვარცხრიანის პერიოდში, რომელიც ტიგრამალით არის მოქმედი, ცეცხლის სტიქია არის, ცეცხლის სტიქია ისეთი დოზით გვაქვს, რომ გვჭირდება დავაბალანსოთ. ამიტომ წელს 2026 წელს ყველა შეუძლიათ ცისფერი და ლურჯი, იქნება ერთ-ერთი ბარაქის ფერი წარმოიდგინეთ. ეს ძალიან იშვიათად ხდება. ეს არის გამონაკლისი ზუსტად 2026 წელს, როდესაც ცისფერი, ლურჯი, სხვათა შორის შავიც ამ ფერში გადის და წითელი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ბარაქის სიმბოლოებად და ბარაქის მომტან საფულედ. ეს ყველასთვის შეიძლება. ახალი საფულე მაქვს საყიდელი და ზუსტად და მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩავიფიქრებთ იმ საფულეს რომ შევიძენთ. აუცილებლად მადლიერებით ვყიდულობთ ყოველ გადახდელი, არ უნდა დაგვენანოს, როდესაც საფულეს ვყიდულობთ, არ ვეძებთ რომ სადღაცას იყოს ფასდაკლებით. იმიტომ რომ ეს ხო ფინანსებისთვის არის. ჩვენი ქვეცნობიერით თუ ჩვენ ამაში ჩავდებთ იმ ენერგიას, რომ მე რაც შეიძლება იაფად ვიყიდო, უკვე ეს არის სამყაროში გაშვებული ენერგია, რომ შენ არ გჭირდება ბევრი ფული, იმიტომ რომ სულ ეძებ იაფად შეიძინო. ინტერესო. და საფულე მოგეწონებათ? არც უნდა შეევაჭროთ. უნდა შეიძინოთ მადლიერებით, იმიტომ რომ ის მოგიტანთ აუცილებლად დიდ ფინანსებს. საფულეში ფული მთლიანად უნდა იდებოდეს, სხვადასხვა ვალუტა მაგალითად გაშლილ მდგომარეობაში, აუცილებლად, იმიტომ რომ პატივი უნდა ვცეთ ჩვენ ფულს და ფუნტი, რადგან დიდი არის, ევრო, რადგან დიდი არის, ესეც უნდა ეტეოდეს. აუცილებელი არის, რომ უნდა ეტეოდეს. არა და ზოგჯერ როგორი არაპრაქტიკულია. შეგვიძლია დამატებითი საფულე გქონდეს, რომელსაც ასე ვიყენებ ყოველდღიურობაში. ერთი საფულე გვაქვს, მაგალითად, ან პირობითად ვიღებთ რაღაცა ისეთ კონკრეტულ საფულეს, სადაც ჩვენ ფულს ვდებთ, ხელფასიდან რაღაცა ნაწილს ვდებთ. მუდმივად სახლში უნდა იცხოვროს ფულმა. იმიტომ რომ ფული არის ჩვეულებრივი ენერგია, როგორც ახალი წლის დადგომა ენერგია, ზუსტად ესეთივე ენერგია არის. ამიტომ ფულ ყოველთვის უნდა იყოს რაღაცა ფული სახლში. საფული შეგიძლიათ გქონდეს ბარაქისთვის, ხო, როგორც ვიცი. ფული შეგიძლიათ იყოს სარკეზე დაამაგროთ, თუნდაც ყოველდღიურ რეჟიმში, რომელ სარკეშიც იყურებით, იმ სარკეზე იყოს რომელიმე კუპიურა. ძირითადად უკეთესი არის, საქართველოში დოლარი არის ძალიან პოპულარული, მაგრამ ჩვენი ლარიც, იმიტომ რომ რაზეც ჩვენ ხელფას ვიღებთ, რითაც მუშაობთ, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და ეს ფულიც უნდა აუცილებლად იყოს ესე მიმოცვლაში და საფული შეგიძლიათ ცალკე სხვა სიხმაროთ. იყოს სამოგზაუროდ, ყველას არ დააქვს ესეთი დიდი საფულეები, პატარა საფულეები აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ იქ მოგზაურობის პერიოდში ერთი კვირა რომ მილანში იშოპინგებთ მაგალითად, ხო, რომ ეს ბარაქას დაგაკარგინებთ, ეს არ ნიშნავს ამას. თიკა, რამდენიმე მაგალითი აღვნიშნეთ იმისა, თუ როგორ უნდა მოვიზიდოთ ფინანსები. კიდევ არის რაიმე დეტალი, რაც უშუალოდ წინა საახალწლო პერიოდში და ახალი წლის ღამეს უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ ფინანსები მოვიზიდოთ. პირველ რიგში, სანამ ფინანსებზე და სურვილებზე ვიმუშავებთ, აუცილებლად უნდა დავალაგოთ სხვა რაღაცეები. მაგალითად, გონებიდან გაუშვათ
წლის წყენები. ყველაფერის პატიება უნდა გაუშვათ. წინა დღეებში ჯობია საერთოდ ესეთი რაღაცა რო გაკეთდეს, იმიტომ რომ მადლიერებით უშვებ მე ამ ადამიანს, მაგალითად ამ ჩვევას, ამ ქცევას, ძალიან ბევრი რაღაც. ან ჩვენს ერთი წლის განმავლობაში უნდა გადავხედოთ რა დამრჩა მე გულში ან ტვინში, რაზე ვფიქრობ ხშირად. მეორე, გავანთავისუფლოთ ძველმანებისგან ჩვენი სახლი, მოვაშოროთ ყველაფერი დაზიანებული, რომელიც ნივთიც არ გვსიამოვნებს და უბრალოდ გვაქვს, ესეც გავიტანოთ. და მესამე ნაბიჯი არის, როდესაც სახლს ვასუფთავებთ. ენერგეტიკულად ვასუფთავებთ, ყველა რო დაალაგებს სახალხო ზუსტად ვიცი, მაგრამ ენერგეტიკული წმენდა სხვანაირი არის. აი, ერთ-ერთი რა მეთოდი შეგვიძლია გამოვიყენოთ? ერთ-ერთი მეთოდი არის ჩვენი სახლის მთავარი კარები. მისი ჩამოწმენდა მარილიანი წყლით გასუფთავება. ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი. მარილის წმენდვას რომ გავაკეთებთ, შემდეგ უკვე გასუფთავებული იქნება ენერგია, ცეცხლის ენერგია შეგვიძლია სანთელი შემოვატაროთ მთლიანად სახლში და გავასუფთავოთ ენერგიები, გავემზადოთ ამისთვის ჩვენ სურნელოვან ჭხირებს ვიყერებთ. შეგვიძლიათ საქმეველიც ავანთოთ და გავუშვათ სურნელება. აი, სურნელოვანი ჭხირების სწორი გამოყენების მეთოდი როგორია? იმიტომ რომ აი ხშირად მომისმენია რომ ჯობია რომ ფანჯრები, კარებები ყველაფერი დახურული იყოს და შემდეგ აი როდესაც ჩაიწვება ბოლომდე ჭხირები, მერე მოხდეს სახლის განიავება. ზოგი პირიქით ამბობს რომ პარალელურ რეჟიმში რომ განიავდეთ, მოკლედ როგორ უნდა გავაკეთოთ სურნელოვანი ჭხირებით აურის წმენდა, თუ შეიძლება რომ ასე ვუწოდოთ. როცა დიდ წმენდვას ვაკეთებთ, ესე დავემზადებით ჭხირების ანთებით, როდესაც შემოვატარებთ, მთელი სახლი უნდა შემოვიაროთ შემოსასვლელიდან და შეგიძლიათ შემდეგ თუ ნეგატივი გვაქვს და ვიცით რომ მაგალითად რთული წელი იყო, ან ვალები ქონდათ ადამიანებს, ან უბრალოდ რაღაცები ხდებოდა მათ ცხოვრებაში, მათ შეუძლიათ გააღონ შემდეგ. ანუ ხო, ან ჯერ შემოვატარო და შემდეგ ვაღებთ, 1-5 წუთია საკმარისი და ამის მერე იკეტება. ასე გასაგებია. ვამყარებთ ენერგიას. აუცილებლად უნდა გკითხოთ ფეხსაცმელზეც. ყოველწლიურად უნდა შეიცვალოს, როგორც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. რატომ და რისთვის არის ეს კარგი? კარების განახლებაც ხდება, თუ დაზიანებული არის. თუ ფერი აქვს მაგალითად ძალიან ცუდი, თუ მაგალითად რაღაცა დაუზიან და ახალ წლამდე აუცილებლად უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ფინანსების და მთლიანი ენერგიის, თუნდაც ჯანმრთელობის ენერგიაც შემოდის მთავარი კარებიდან. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და თუ რამე პატარა ჭანჭიკიც კი მოძრაობს, უნდა გაამაგროთ. ფეხსაწმენდიც ასევე ახალი წლისთვის არის, როგორც ჩვენ ახალ ტანსაცმელს ვიცმევთ და ახალი რაღაცები შეგვაქვს. იმიტომ რომ მთელი წელი ამაზე სხვადასხვანაირად, ანუ ხმარობდით ამ ფეხსაწმენს, ბევრი ენერგიისგან დააგვიცვა და შემდეგ უკვე ახალს ვაფენთ. უკვე 31-ში გვაქვს ხოლმე ახალი. კი ბატონო. თიკა, ფერებზე ვისაუბრეთ გარკვეულწილად, რომ წითელი და ლურჯი ფერი არის უმჯობესი, თუმცა ფერებთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია რომელ კუთხეში და რომელ სექტორში უბრალოდ განვათავსებთ ნაძვის ხეს. აბა ლევანდელი სექტორი რომელი იქნება, ესეც გითხარე. წელს ძალიან კარგი სექტორი გვაქვს სამხრეთ-აღმოსავლეთი, აღმოსავლეთი. ცენტრიც ძალიან კარგი გვაქვს, დასავლეთი და გვაქვს ჩრდილო-დასავლეთიც. სამხრეთ-აღმოსავლეთი და ჩემი ნაძვის ადგილი არის უნივერსალური. სამხრეთ-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი ფინანსურ კეთილდღეობას ააქტიურებს. ანუ ეს სექტორები დამოკიდებულია რომელ ენერგიას უფრო მეტად გააქტიურებს? აბა და დასავლეთი სიყვარულის ენერგიას ააქტიურებს ასე რომ დასავლეთში წითელი ფერებით სხვათა შორის ძალიან კარგი იქნება გააქტიურება. გირლიანდები ააქტიურებს ძირითადად ანუ განათება აქტიურებს და ეს არის თორე ნაძვის ხე უბრალოდ სადაც შეიძლება ვიღაცა შინაგანად გადმომეცა ეთყობა როგორ უნდა მომერთოთ სამხრეთი შეიძლება ვიღაცას გქონდეს აქტიური და სხვაგან ვერ დგავდეს დადგან მაგრამ გირლიანდების ანთება არ იქნება კარგი იმიტომ რომ არასასურველ ენერგიას მოიზიდავს და აქედან გამომდინარე გირლიანდები აქტიურებს ამიტომ ვიძახით სად არის კარგი გააქტიურება სანთლების ანთება და ასე შემდეგ როგორ უნდა მოვხდოთ სუფრა როგორ უნდა გავაფორმოთ
რა დეტალები უნდა იყოს ყველაზე აქტიურად განთავსებული და სანთლების რაოდენობას ყოველთვის ვაქცევთ ყურადღებას, როდესაც ფენშუიზე ვსაუბრობთ, ხო, ამ კულტურაზე. მოდი ვთქვათ, წლევანდელი დეტალები, რამდენი სანთელი უნდა იყოს, რა ფერის სანთლები უნდა იყოს და როგორ უნდა ჩავიფიქროთ სურვილი. ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ ძირითადად ახალ წელს ნუმეროლოგიით ითვლიან ხოლმე და წელს გამოდის ერთი სანთელი, მაგრამ კენტი არ არის სასურველი. კენტად ანთებული ერთი სანთლით სურვილებს ვერ ჩავიფიქრებთ. როგორ გამოდის? 2, 2 და 6, 10, 10 ერთიანი არის 0 ხვარი თვლება საერთოდ. ფენშუის მიხედვით ჩვენ გვაქვს ესეთი დაუწერელი კანონი. 8 და 9 უზენაესი ციფრები არის. 8 წყვილში არის და 9 არ არის წყვილში. არის ადამიანთა კატეგორია, რომელსაც უნდა წყვილში ჰქონდეს, მაგალითად არ უყვარს დაკენტებული არაფერი და ასევე 9. ეს არის თქვენი არჩევანი. 8 უსასრულობის ნიშანი არის, სიმდიდრის, ბარაქის, წარმატების და 9 არის გამარჯვება, კეთილდღეობა და ფინანსური სიძლიერე მოაქვს. აქედან გამომდინარე, არ აქვს მნიშვნელობა, ვასავანთებთ თუ 9-ს. სიმბოლურადაც შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. რაც მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელი არის ლურჯი ან ცისფერი ერთ-ერთი სანთელი მაინც იყოს. მათ შორის მე აურიონ ფერები, მაგალითად ადამიანის ფსიქიკამ, როდესაც იცის, რომ მწვანე ფერი მას ბარაქას უაქტიურებს, წითელი სიყვარულს, ის აუცილებლად აანთებს საახალწლოდ და არა გვაქვს ესეთი აკრძალვა, ამიტომ ცეცხლის ენერგია ხომ ასუფთავებს ურთიერთობებსაც, როდესაც ჩვენ ვჯდებით მაგიდის გარშემო და ძალიან მნიშვნელოვანი არის და თან კარგი ციფრით თუ ავანთებთ, მით უმეტეს კარგი იქნება. თიკა, მე მახსოვს ერთ-ერთ წელს რეკომენდაცია მოგვეცი, რომ სუფრის ქვეშ მოგვეთავსებინა ფულის კუპიურები. წელს თუ გვაქვს იგივე რეკომენდაცია? შეგვიძლია, სხვათა შორის ეს არის ესეთი ტრადიცია. 1 იანვარს შეგვიძლია მაგალითად ავიღოთ კუპიურა, პირობითად 100 ლარიანი, 50 ლარიანი, 5 ლარიანი, ვის რამდენი უნდა. და სუფრის ქვეშ რო შევდებთ ამ კუპიურას, მთელი წელი ვტოვებთ. ჩვენ შეიძლება სუფრა ვცვალოთ, მაგრამ კუპიურა იყოს მუდმივად. 2026 წელს ეს სხვათა შორის ძალიან კარგად იმუშავებს. წლის ბოლოს, მანამდე გვაქვს როგორც ბარაქის სიმბოლო. ყველაზე დიდი კუპიურა გვაქვს 200 ლარიანი და ხშირად არის რომ 200 ლარიანსაც ესე ზუსტად ცენტრისკენ ვათავსებთ ხოლმე და შემდეგ ამ სუფრას ვცვლით ჩვენ მთელი წელი, მაგრამ კუპიურას ვტოვებთ და უნდა იყოს ფარულად რა, შიგნით უნდა იყოს აუცილებლად განთავსებული. რაც შეეხება სუფრაზე, შეგვიძლია სურვილებით ვწეროთ, ფინანსებიც გავიაქტიუროთ და ვიყენებთ ძირითადად წითელ ფერის კონვერტებს, თუ ფენშუის კონვერტი არ არის, წითელი კონვერტები შეუძლიათ. სუფრაზე შეუძლიათ ადამიანებმა ჩამოწერონ 2026 წლის ესეთი მონახაზი, თუნდაც 9 ხო არის უზენაესი ციფრი, 9-იანის პერიოდში ვართ. დავნომროთ და 9 სურვილი დავწეროთ. დავწეროთ 9 სურვილი, რომელიც უნდა ასრულდეს 2026 წელს. მე მივიღე მადლიერებით ახალი სამსახური, მე მივიღე მადლიერებით ამდენი და ამდენი ფული, მე მივიღე მადლიერებით, ანუ მადლიერებას გამოვხატავთ მიღებულ საჩუქრებზე, სამყაროსგან, რომელზეც აუცილებლად ჩვენც უნდა ვიმუშაოთ და ჩვენც უნდა გავანძრიოთ ხელი. ესე არ არის მარტო სურვილები და რა თქმა უნდა და აუცილებელი პირობა არის ესეთი, რომ როდესაც ჩვენ სურვილებს ვწერთ, ის რეალობას არ უნდა გაცდეს და ჩვენ შესაძლებლობებს, იმიტომ რომ ჩვენმა ქვეცნობიერმა ზოგჯერ იცის, რომ ის რაღაცები არ მოხდება და უბრალოდ ტვინი წერს, ანუ რაღაცა ამბიცია წერს ამ რაღაცას და გულის სიღრმეში არ სჯერა ადამიანს და არ ასრულდება. ამიტომ რის გარშემოც ვტრიალებთ, იმის გარშემო უნდა ვისრულოთ სურვილები და გავზარდოთ ისეთი, რომ სამყარომაც გაიგოს და ჩვენც გავუშვათ სწორად ეს ენერგია. თიკა, სანამ ბოლო შეკითხვაზე გადავალ, მანამდე მინდა გკითხო, რა უნდა იყოს ახალი წლის სუფრაზე აუცილებლად? ახალი წლის სუფრა ძალიან საინტერესო გვექნება, იმიტომ რომ სტაფილოც იქნება, შაქრის ნატეხები იქნება, შაქარი ძალიან უყვარს ცხენს და იქნება ძალიან ბევრი ნამცხრები და გაფორმებები
სტაფილოსგან რომ მზადდება. სალათები ძირითადად და სხვადასხვა ესეთი ჩვენ საერთოდ მანდარინების გაგორებით ვიწყებთ ახალი წლის შეხვედრას და აქედან გამომდინარე პორტოხალიც იყო, ხო? შეგვიძლია აურიოთ პორტოხალი, მანდარინი. რამდენი უნდა იყოს? უნდა იყოს 8-ზე უნდა მთავრდებოდეს 18, 38, 78, 88, მაქსიმალური არის 108. მე პირადად 108-ს ვაგორებ ყოველ წელს და შემდეგ გამაქვს ეს და პატარა პარკებში თავის ტკბილელთან ერთად და სრულად უცხო ადამიანებს ვაძლევ ქუჩაში. იმიტომ რომ ძალიან კარგი არის რომ მე შემდეგ დღეებში გაიტანოთ ესენი და გასცეთ. ეს არ არის რომ ჩვენ უნდა ვჭამოთ 108 სალი. რაღაცნაირად ეს ტრადიცია მე მგონი საქართველოში ძალიან აქტიურად გვაქვს. ძალიან მოსწონთ სტუმრად რომ მივდივართ ერთმანეთთან ყოველთვის გოზინაყითებში მაინც მიგვაქვს სხვა თუ არაფერი და ხო, ნამდვილად ძალიან მეტეს აღმოსავლური ტრადიციებით ახალი წელი უნდა იყოს ბედნიერების და შეკრების ადგილი. ამიტომ მნიშვნელოვანი არ არის რომ ისეთი საჭმელები იყოს, ფიგურირებდეს, რაღაცა ხორცეულით იყოს აუცილებლად. უნდა იყოს ლამაზი, უნდა იყოს ტკბილი და რაც მთავარია ისეთი რაღაცები გქონდეს, თუნდაც მანდარინები, რომელიც არის ოქრო, იგივე აღმოსავლურ სწავლებით, გქონდეს თუნდაც ტკბილეული არ არის მნიშვნელოვანი და ძალიან დიდ დროს და ენერგიას არ მოითხოვს ამისთვის და მით უმეტეს, როდესაც დგება ჩინური ახალი წელი და ეს უკვე თებერვალში არის, იქ ჩაით და ტკბილი სუფრით და ესეთი ზუსტად ბოსტნეულით ხდება შეხვედრა. ბოლოსკენ უნდა წავიდეთ და აუცილებლად მინდა ჩვენს მაყურებელს გავუზიაროთ ის რიტუალები, რით შეუძლიათ, რომ მათ სხვადასხვა ენერგია გააქტიურონ, იქნება ეს ჯანმრთელობა, ფინანსები, სიყვარული თუ სხვა. ძალიან საინტერესო პრაქტიკას გასწავლით, რომელიც შეგვიძლია ყველაფერზე დავამუშაოთ. სიყვარული, ფინანსები, ჯანმრთელობის და დღეგრძელობის ენერგიას სამივეს აქტიურებს. ესეთი რაღაცა არის, ავიღებთ თაბახის ფურცელს, დაგვჭირდება წითელი ფერის საწერი კალამი. თაბახის ფერს აქვს? არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში, დაგვჭირდება შაქრის ნატეხი, ეს ისედაც აუცილებლად უნდა გქონდეს საახალწლო სუფრაზე ცხენს უყვარს, მაგრამ ნატეხიც დაგვჭირდება ამ პრაქტიკისთვის, დაგვჭირდება 2 ლარიანი ან 1 ლარიანი, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი კუპიურაც გექნება 5 ლარიანი იყოს თუნდაც, ხურდაც შეიძლება და ასევე შეიძლება ქაღალდის ფულიც იყოს და დაგვჭირდება რომ მიზნობრივად ჩამოვყალიბდეთ მანამდე რამდენიმე წუთი და დავიწყოთ წერა. რომ მე ვეხსნებით ჩემს სამყაროს ენერგიებს და ვარ მზად 2026 წელს ვიყო მხნედ და ვიკლო სწორად, იმიტომ რომ დაკლების დროს არის ხშირად შემთხვევა, როდესაც ავადობის ნიადაგზე სურვილი, როდესაც არის დიდი, ავადობის ნიადაგზე იკლებენ წონას. ამიტომ ეს აუცილებლად უნდა სწორად უნდა დავიკლო, ვთქვათ, ყველა სხვადასხვა რაღაცა აქვს სურვილი, ვიღაცას შეიძლება ჩაწეროს იქ რამდენი უნდა, ან პრობლემა თუ აქვს ჯანმრთელობის, ესეც შეუძლია აღნიშნოს, რომ გამთავისუფლდი 2026 წელს, ამისგან და ამისგან, მივიღე მადლიერებით კარიერული წარმატება, წინსვლა, კეთილდღეობა, სიყვარულში ძალიან ბედნიერი ვარ და ასრულებულია ჩემი სურვილი, ხელს ვაწერთ 2027 წელს წინსრებით და აუცილებლად ამ ფულს, შაქრის ნატეხს და არის კიდევ თუ რომელიმე ყვავილი გვექნება, ვარდის ფურცელი, არ აქვს მნიშვნელობა, ესეც შეგვიძლია ჩავდოთ ამაში. დარიჩინის ჭხირსაც დებენ ხოლმე, მაგრამ თუ არ იქნება, არც ეს არ არის აუცილებელი, საკმარისი იქნება, უნდა ჩავდოთ კონვერტში და დავკიდოთ ან შევაცუროთ ნაძვისხის ტოტებში. აუცილებლად აუსრულდებათ ეს სურვილი და რა ხდება მაშინ, როდესაც უკვე ნაძვისხის დაშლაზე მიდგება საქმე, სად მიგვაქვს ეს წერილი? ნაძვისხის ყუთში უნდა ჩავდოთ, რომ გავხსნით 2027 წელს. დაგვხვდება და ჩვენ მივხვდებით ჩვენი სურვილი რა იყო. ესე გვანაწილებთ, რომ იყოს ჯანმრთელობის და დღეგრძელობაზე, ფინანსებზე და სიყვარულზე. სიყვარულზე ძალიან ხშირად იძახიან, რომ მე არ მჭირდება სიყვარული, მაქვს და რაღაცა. სიყვარული არ არის მაინდა-მაინც ორი ადამიანის პირადი ურთიერთობები. ჩვენ ჰარმონიაში უნდა ვიყოთ სამყაროსთან, ჩვენს გარემოსთან და ბუნებასთან. ამიტომ სიყვარულის ენერგია ყოველთვის უნდა მოვითხოვოთ და უნდა მოვინდომოთ და უნდა გავცეთ, რომ მივიღოთ.
ზუსტად ასეა. უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენს. საინტერესო რჩევების გაზიარებისთვის. ყოველთვის ველოდები ხოლმე ჩვენს გადაცემას. დარწმუნებული ვარ და ეჭვს არ მეპარება, რომ ჩვენი მაყურებელიც ასეა და ამას გამოხმაურებებით ადასტურებს. დიდი მადლობა უნდა გადავუხადო მათაც, შენც რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ. მადლობა. წარმატებულ მშვიდობიან პოზიტიურ დღეს და მომავალ ახალ წელს გისურვებთ. დროებით.